ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან პირდაპირ ჩართვა აქციიდან. საპროტესტო აქცია სახელწოდებით ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი თბილისის მერიის შენობის წინ ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციას გარემოს დამცველთა ნაწილი და სოციალური აქტივისტები მართავენ. ადგილზე ჩვენი კორესპონდენტი დავით დვალიშვილი იმყოფება. დათო, რატომ ითხოვენ აქციის მონაწილეები ზოოპარკის გაუქმებას? თამარ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ზოოპარკი არის უსაფრთხო როგორც ცხოველებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს ზოოპარკი და შეიქმნას ცხოველთა შესაფარი. ისინი ასევე ეხმაურებიან მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა თბილისის ზოოპარკი განთავსდეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის წინააღმდეგაც გამოდიან აქციის მონაწილეები. თქვენ კადრში ხედავთ, რომ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისის მერიის წინ. ის სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოქალაქეები ცხოველთა უფლებების დამცველებთან ერთად იწყებენ აქ ნელ-ნელა შეკრებას, როგორც აღნიშნეთ, ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს ზოოპარკი და შეიქმნას ცხოველთა თავშესაფარი. ამ თანხებით, რაც იქნება გამოყოფილი, ჩვენ მიგაჩნია, რომ დააშენდეს გარეულ ცხოველთა თავშესაფარი ისეთ ადგილას ბუნებაში, სადმე ისეთ ადგილას შესაფერის ცხოველებისთვისაც უფრო შესაფერიც რო იყოს და საზოგადოებისთვისაც უსაფრთხო. ანუ ქალაქში რო არ იყოს, არც ქალაქთან ახლოს. თბილისის ზღვაზე ფიქრობთ, რომ ეს არის მაინც ქალაქთან ახლოს და არ არის უსაფრთხო. არსებობს ალტერნატიული წინადადება, რომ გავაკეთოთ ნაკრძალის ტიპის ზოოპარკი არ ერქმევა ამას შემოღობილი, როგორც არის მაგალითად ევროპის ბევრ ქვეყნებში, როდესაც ცხოველები არიან თავისუფლად დადიან და ადამიანები გალიებიდან აკვირდებიან მათ. ეს უკვე ნორმალურია, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან დიდი თანხები სჭირდება და არ ვიცი რამდენად შევძლებთ ჩვენი მცირე ბიუჯეტით ამის გაკეთებას. თბილისის ზოოპარკის გაუქმების იდეა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გახდა. ამ დრომდე ეძებენ თბილისის ქუჩებში ერთ ვეფხს და ზოლიან აფთარს. მე გეტყვით კიდევ, რომ გაჩნდა ასევე პეტიცია სოციალურ ქსელში, რომელსაც დაახლოებით 2000-მდე ხელმომწერი ჰყავს.